თამაზი აბრალავაზე პიროვნება ვერ მოიყვანა ისეთი არგუმენტები, რომ თითქოს და თამაზი აბრალავასგან მას მიადგა რაიმე სახის ზიანი. ვინაიდან გამოძიებაში ეს პიროვნება დაზარალებულად არც იქნა ცნობილი გამოძიების მხრიდან. და აბრალავა დაკავებული იქნა სადუნიშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე. დიახ, და კიდე სადუნიშვილის მიერ მიცემული ჩვენებებით სამეგრელოს რეგიონში თითქოს და მომხდარი ტერაქტებზე ბევრი ხალხია დაკავებული და ამაზე შოთა სადუნიშვილს ფიზიკური და მორალური ზეწოლის გამო მიაცემინეს ისეთი ჩვენებები, რომ ბევრი უდანაშაულო პიროვნებების ეს ციხეში. ის განცხადება, რაც გააკეთა სადუნიშვილმა, მართალია ის არ არის თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, მაგრამ თქვენთვის მოულოდნელი იყო თუ არა? დიახ, შოთა სადუნიშვილი ჩვენება დღეს სასამართლო პროცესზე ჩემთვის უშუალოდ მოულოდნელი იყო, ვინაიდან მას რაც შეეხება იმას, რომ ის უშუალოდ მეგის ქარდავას ბრძანებით არის დაკავებული და რომ მან იცის სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, რომ ის არის თვითმხილველი სერგო თეთრაძის მკვლელობის, ამის შესახებ თქვენ რაიმე ინფორმაცია გქონდათ თუ არა? არა, მე დღეს სასამართლო პროცესზე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის გვერდით მждომა მჟავდებული სკამზე მждომა შოთა სადუნიშვილმა სასამართლოს მისაჩვენება, რომ ის არის ერთ-ერთი ცოცხალი მოწმე სერგო იმის რა ქვია თეთრაძის, რომ მის თვალწინ იქნა ეს და ეს პიროვნება მოკლული და ჩვენთვის ეს მოულოდნელი იყო, ვინაიდან მე თამაზი აბრალავას ინტერესებს დამცველი ადვოკატი ვარ და იმის შესახებ მე არაფერი არ ვიცი. გასაგებია, ბატონ შოთა სადუნიშვილს რატომ არ ყავს დღემდე ადვოკატი? თუ გაქვთ ინფორმაცია? შოთა სადუნიშვილის მიმართ, როგორც მე ვიცი, ხდება სხვადასხვა სახის ეწოლებები, დღემდე მიმდინარეობს. დღემდე მიმდინარეობს და დღეს მან სასამართლო პროცესს განაცხადა, რომ და უთხოვა ყველას, რომ სასწრაფოდ ითხოვს დღესვე 2012 წლის 16 ნოემბერს სასწრაფოდ შევიდეს ნომერ 4 საპრობლემში მასთან ის რა ქვია ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები. ვინაიდან ის უკვე დღე-დღეზე ელოდება, როგორც მისი ნათქვამიდან გამომდინარე, გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მას მოკლედ ემუქრებოდა.